ტელემაყურებლებო, ეთერშია გადაცემა დილის მონეტიზაცია 20 მარტის დილიდან სტუდიაში თქვენთვის მუშაობას გიგათვაური და რა თქმა უნდა მონეტიზაციის გუნდი იწყებს. სუბსიდია ალბათ ის სიტყვა, რომელიც საზოგადოებას ორდიდ ნაწილად ყოფს, ერთი ნაწილი ეთანხმება ამ მთავრობის მიერ განხორციელებულ ინექციებს, ხელოვნურ ინექციებს სექტორში, მეორე ნაწილისთვის კი ეს კი არის ძალიან არაერთგვაროვანი და ხშირ შემთხვევაში შეფასებებიდან გამომდინარე პოლიტიკურად გაჯერებული ეკონომიკური აქტივობა. რამდენად მოქმედებს სუბსიდია, რამდენად ავკარგიანია ზოგადად ქვეყნის ეკონომიკისთვის და კონკრეტული სექტორებისთვის, ამას ნიკოლოზ ალავიძესთან ჯეოკეისის მრჩეველთა საბჭოს წევრთან განვიხილავთ. პირველ რიგში დიდი მადლობა ბატონ ნიკოლოზ გადაცემის მონაწილეობისთვის, მოკლედ როგორც კი გამოჯამრთელდით, ჩვენი სტუმარი ხართ, ისვისაც ძალიან დიდ მადლობას გიხდით. სანამ დავიწყებთ კონკრეტული პროდუქციის თუ კონკრეტული სექტორების სუბსიდირებას, მე მინდა ვისაუბროთ სუბსიდიის პრაქტიკაზე, რომ ჩვენ მაყურებელს ჯერ აუხსნათ, რა არის სუბსიდია, რატომ იყენებს კონკრეტული მთავრობა და საერთაშორისო პრაქტიკაზეც უნდა გკითხოთ აუცილებლად, იმიტომ რომ ვერ გავაკეთებთ ცალსახად შეფასებას, მაგრამ არის ევროკავშირის პრაქტიკაც, სადაც ესპანეთში თუნდაც გნებავთ ჰოლანდიაში, რომელიც ნიდერლანდებში, საფრანგეთში სუბსიდიის პრაქტიკას მოსახლეობის უმეტესობა ეთანხმება. თუმცა ჩვენთან ექსპერტების შეფასებით ცოტა სხვა მოცემულობა. ძალიან ვთქვით. დიდი მადლობა მოწვევისათვის, მოგესალმები და თქვენს მაყურებელს მივესალმები. რაც შეეხება სუბსიდიებთან კონკრეტულ თემას მივუბრუნდეთ, ეს რა თქმა უნდა არის ახალი პირველი ერთ-ერთი დოკუმენტური აღწერა სუბსიდირების ძველი რომის იმპერიაში გვხვდება, როცა იქ რაღაცა ცუდი მოსავალების, ცუდი ამინდის და ამის ასე შემდეგ მძიმე ბუნებრივი პირობების გამო სუბსიდირებდა რომის მთავრობა მაშინ ამ შემთხვევაში კეისარი და მათი პარლამენტი და ასე შემდეგ ხორბალს და ასე შემდეგ. თუმცა სუბსიდიადან მას შემდეგ იყო ძალიან ბევრი პრაქტიკა გვხვდება ისტორიის ყველა მონაკვეთში, კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპებზე და მათ შორის განვითარებულ ეკონომიკებშიც. თუმცა სუბსიდიას აქვს თავისი ძალიან ესეთი კონკრეტული, ეს არის ძალიან კონკრეტული ინსტრუმენტი, რომელსაც გააჩნია ძალიან მოკლევადიანი ეფექტი და გათვლილი არის საშუალო და გრძელვადიანი შედეგიანობისათვის. ანუ ეს არ არის რაღაც განგრძობითი პროცესი, რომელიც სამწუხაროდ, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, ნებისმიერ დარგს შეიძლება დაჭირდეს ახალისება, სხვადასხვა ობიექტური მიზეზებიდან გამომდინარე, იქნება ეს ბუნებრივი ნეგატიური პირობები თუ სხვა რაღაცა მოვლენები. ერთადერთი ამოსავალი ღერძია მისი არის ის, რომ ეს ინსტრუმენტი იმიტომ არის მიღებული და გამოყენებადი, რომ მან ძალიან ეს მოკლევადიანი, რაღაც ძალიან მაღალ ეფექტური ჩარევით მოახდინოს საშუალო გრძელვადიანი ეფექტი, რომ გააძლიეროს რაღაც კონკრეტული დარგი. რომ გამოიწვიოს ამ დარგის საშუალო და გრძელვადიანი გაჯანსაღება. ეს რაღაცა ეს ხელოვნური სუნთქვის მომენტი არის დაახლოებით ასე რომ ვთქვა. ხელოვნური სუნთქვის მომენტი ძალიან კარგი შეფასებაა, თუმცა ახლა კონკრეტულ პროდუქციას უნდა შევეხოთ, ძირითადად მაინც ვაშლის და ყურძნის გარშემო მატერიალებს, იმიტომ რომ ეს არის ის პრაქტიკა, რასაც ვხედავთ ყოველ წელიწადს ძალიან დიდი გარჩევის საგანია ეს ყველაფერი. მოდით ამ ორ პროდუქციას შევჩერდეთ, ვხედავთ რომ ვართ ღვინისა და ყურძნის სამშობლო, ჩვენთვის სხვა მატერიალია საერთოდ ეს ყურძენი, გვაქვს ძალიან უამრავი ჯიში, მსოფლიოში ალბათ ერთ-ერთი მოწინავე პირველ ადგილზე თუ არა, ხარისხითაც გვაქვს პრეტენზია, რომ მინიმუმ ამ რეგიონში და იმ ბაზარზე, სადაც ოპერირებდით დეკადების განმავლობაში იყო საუკეთესო ყურძენი და ღვინო, თუმცა ვხედავთ, რომ განგრძობით პრაქტიკა არის და ათეულობით მილიონი ლარი იხარჯება ყურძნის სუბსიდირებისთვის. რა არის ეს? აი ამას როგორ შევხვდით? ჭირდება ყურძნის სუბსიდირება? ჭირდება ჩვენს ღვინოს სუბსიდირება? მოდით აი ცოტა უფრო დიდ სურათში რომ შევხედოთ და დავიწყოთ ამ ჩვენი არსებული რომის იმპერიას თავი დავანებოთ და ჩვენი არსებული პრაქტიკა გავიხსენოთ, სუბსიდირების ესეთი მასიური ჩარევა საბჭოთა პერიოდში თავი დავანებოთ და იმ საერთოდ გაუგებარი მას, იმიტომ ეს ჩვენი ღვინის და მევენახეობის და ყურძნეობის და მის განვითარება და დარგის დიაგნოზი ძალიან კარგად არის დასმული, კლასიკად ქცეული ფილმით გიორგობის თვე და ყველამ კარგად ვიცით და სამწუხაროდ ამ მკვდარ წრეში მოძრაობს ძირითადად ეს ჩვენი დარგი, რომ რამდენადაც კრიტიკულად არ უნდა ჟღერდეს ეს ყველაფერი. მეორე ნაწილი არის, რომ პირველი ესეთი მასშტაბური ჩარევა სახელმწიფოს მხრიდან ღვინის სუბსიდირებაში, ყურძნის სუბსიდირებაში 2008 წელს იყო, რაც მაშინ ომის და რაღაც მცირე პოპულიზმი, მცირე საჭიროები და ასე შემდეგ იყო გამოწვეული, თუმცა მასშტაბი
მასშტაბი არ იყო იმ ხელა, რომ ავიღოთ ხა 2008 წელს მოცულობითაც საკმაოდ ცეთი 10-ზე ნაკლები მილიონი ლარი იყო ეს სუბსიდირება, რაც მაშინ იყო. თუმცა მას შემდეგ რაღაც ყოველწლიურად თითქოს ეს ვითარდება, აქტიურად დაიწყო 2013 წლიდან და პიკზე 125 თუ 130 მილიონ ლარსაც მიაღწია ამ წლიურმა სუბსიდირებამ მარტო ყურძნის ნაწილში. და ეს თანხა 100 მილიონს აღემატება, თუმცა აბსოლუტურ მოცემულობაში რაღაც მილიარდებს 2 მილიარდამდე ლარს გადააჭარბა თუ არ ვცდები, რაც პირდაპირი გაგებით არის შავი ხვრელი და შავ ხვრელში ჩარეცხილი თანხა, რომელმაც დარგის განვითარების უკვე 12 წელია ხო თითქმის ვაკვირდებით ამ სუბსიდირებას. საშუალო და გრძელვადიანი ეფექტი უკვე უნდა ხედავდეთ, მიგვეღო ამ ყოველ შემთხვევაში, თუმცა არაფერი, ამითი ჩვენი კონკურენტულობა არ გაუმჯობესებულა, ამითი ყურძნის ხარისხი ამ შემთხვევაში არ გაუმჯობესებულა, ჩვენი პოზიციონირება საერთაშორისო ბაზრებზე არ გაუმჯობესებულა და ყოველ დღე დღე მიდის ერთი და იგივე რაღაც საუბარი, ნუ ჩვენი გლობალურ კონკურენციაში ჩვენი ადგილია სამწუხაროდ არ აგვაქვს კიდევ ნაპოვნი როგორც ქვეყანას, რომელსაც 8000 წლიანი ტრადიცია და ისტორია გაგვაჩნია, თუნდაც ამ ისტორიის კარგად შეფუთვა, მარკეტინგული ინსტრუმენტები და კარგად გაყიდვა და კარგად პოზიციონირება დახლებზე, გლობალურ სავაჭრო დახლებზე მაგ საუბარი მაინც და მაინც არ ხდება და რეალურად ეს პრობლემაა. ეს პრობლემა უფრო ღვავდება, უფრო იზრდება, თუ ჩვენ დავაკვირდებით იმ სტატისტიკას, რომელიც ამ საბოლოო პროდუქტით ღვინის ექსპორტიდან გამომდინარე არის, მაგალითად ყველაზე დიდი იდეალური წელი ბჭყალებში რაც იყო 2023 წელი იყო თუ არ ვცდები რაღაც 700 მილიონ ლარზე მეტი უხეშად ამ გასული კურსიდან გამომდინარე პროდუქტი გაიყიდა ექსპორტზე ქართული ღვინოზე მაგ საუბარი. თუმცა ამავე წელს 120 თუ 125 მილიონი ლარი იყო სუბსიდირება. გამოდის ის რომ ჩვენ ეს ექსპორტი 700 მილიონიანი არის ექსპორტი დავაფინანსეთ რაღაც 18-19%-ით საკუთარი ბიუჯეტით. თუმცა ამას არ მოყვა რაღაც ახალი გრანდიოზული ბაზრების ათვისება ამ ექსპორტიდან 65%-ამდე თუ არ ვცდები იყო რუსული ბაზარი ისევ, რომელიც ვიცით ყველამ რომ სტაბილურად მაღალი პროცენტია და ვიცით გამოცდილებაც 2008 წლის სუბსიდირებაც იმიტომ დაიწყო რუსული ბაზარი დაუკარგეთ და ცნობილი მოვლენების გამო. ანუ მარტივი პრაქტიკაა ხო კაცობრიობა მისწავლა რომ ყველა კვერცხი ერთ კალათში უნდა ჩადო რომ რისკები არ უნდა გაზარდო. იგივეა 60 და 65% ჩვენი დარგის ინდუსტრიის რომ ერთ კონკრეტულ ბაზარზეა მიმული, სადაც არ არის ასევე მაღალ კონკურენტული ჩვენთვის, თუმცა ის ბაზარი ძალიან კონკურენტულია, ძალიან მაღალ ხარისხიანი პროდუქტით შედის იქ და იყიდება ძალიან, თუმცა ჩვენი პროდუქტი რო ავიღოთ საშუალოდ 2-3 დოლარის ფარგლებშია ქართული ღვინის ექსპორტიდან გამომდინარე, თუ დავა დეტალებში თუ ჩავშლით. ბარონ ნიკოლოზ, აუცილებლად უნდა შეკითხოთ, ეხლა ცოტა უფრო მაკრო დონეზე განვიხილეთ და არაჩვეულებრივი ანალიზი იყო. უბრალოდ ეხლა უნდა ჩავიდეთ ძალიან მიკრო დონეზე და კონკრეტულ პროდუქციაზე. რა ხდება სუბსიდირების დროს, როდესაც გლეხი, ფერმერი იღებს мотивაციას მთავრობისგან, როდესაც მთავრობა ეუბნება არც 1 კილოგრამი ყურძენი არ დარჩება ჩაუბარებელი. როგორ მოქმედებს ეს გაჟღერებული ბჭყალებში мотивация კონკრეტულ პროდუქციაზე, იმიტომ რომ ხშირად მიდის საუბარი იმაზე, რომ ხარისხი დაბალი გვაქვს, ხარისხი დაბალი იმიტომ გვაქვს, რომ მოთხოვნა იგივე 65%-იანი ნიშნული თქვენ ახსენეთ, ის ბაზარი არ უწესებს კონკურენტულ უნარიან თამასას ჩვენს ღვინოს და საბოლოო ჯამში ხდება ეს ყველაფერი განხილვის და ხშირ შემთხვევაში სპეკულაციების საგანი. მაინტერესებს როგორ მოქმედებს ჩვენთან არსებული პრაქტიკა ყურძნის და შესაბამისად მისი პროდუქტის ხარისხზე. პირდაპირ პროპორციულად ნეგატიურად, იმიტომ როცა ვიცით ჩვენ რომ ზედმეტი ბჭყალებში დაძაბვის გარეშე რა პროდუქტიც არ უნდა მივიღო, უბრალოდ ყურძნის ფორმა ექნება და კლასიფიკაციაში მოხვდება რომ კი ბატონო ყურძენი არა ჩვეულებრივი გამოფენის არის, ხო? წვერი გავს და ნუ გავს რა, ეს არის. დაახლოებით მაგ სახით ყურძენია რა, ყურძნის ფორმა აქვს, ჩაიბარა, სახელმწიფომ ფული გადაიხადა, სახელმწიფო ბჭყალები, ეს არის ბიუჯეტის ფული, რომელსაც 3.700.000 ადამიანი ან ნაწილობრივ ან ამას ავსებს, ან არის ნაწილ ბენეფიციარი პირდაპირ. ხო ეს რაც არ უნდა თავი გავიგიჟოთ, ჩვენ ამაზე მეტს დოვლაც ვერ ვიმუშავებთ, იმიტომ რომ მაინც და მაინც ეფექტიანად და ეფექტურად არ მუშაობთ. იგივეა აქაც. ამიტომ
ეს მიდგომა, რომ რაც არ უნდა გავაკეთო მე, მაინც გადამიხდი სახელმწიფო ფულს და ჩავაბარო მირჩევნია, მასზე საშუალო და გრძელვადიან ძალიან ნეგატიურ ეფექტებს, იმიტომ არ ვითარდებით. დარგი ისევ და ისევ დგას შემდეგ რამოდენიმე გამორჩეულ კერძო ენტერპრენერზე, ანუ კერძო მეწარმეზე, ფერმერზე, რომელიც უფრო მეტ თანხას ხარჯავს განვითარებაში, ინოვაციებში, უფრო მეტ ხარჯავს მარკეტინგშიც ინდივიდუალურად, რომ უფრო რაღაც ნიშური ბაზრები დაიკავოს, უფრო მაღალფასიან სეგმენტზე შევიდეს, იმიტომ ჩვენ სამწუხაროდ აი ამ თანამედროვე სამყაროში ჩვენი მოსახლეობიდან, გეოგრაფიიდან გამომდინარე არ გვაქვს უფლება რომ ინდუსტრიულად დიდი მასიური მასშტაბი, ანუ მასშტაბის ეკონომიკაზე გავიდეთ. ჩვენ ნიშა არის უფრო მაღალხარისხიანი ცოტა, მაგრამ ძვირი პროდუქტი. ანუ შესაბამისად ის ისტორია, ის ჩვენგან დამოუკიდებელი 8000 წლიანი ისტორია, რომელიც ზურგს გვიკავებს და გვიმაგრებს, გვაძლევს საშუალებას, რომ უფრო ნიშურ, უფრო მაღალხარისხიან პროდუქტზე და მაღალფასიან დახლებზე გავაკეთოთ მოთხოვნა, ამბიცია, თუმცა აქ მაღალხარისხიანი პროდუქტი უნდა მივიტანოთ. ეს ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტად უნდა მეტი დრო დავხარჯოთ ხარისხიანი პროდუქტის მიღებაზე. აი სუბსიდიებზე რო ახსენეთ, საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი არის ამ განვითარებულ ქვეყნებში სუბსიდია და ამ დარგშიც ძალიან დიდია, მაგრამ სუბსიდია იქ მიმართულებით არის, რომ ნებისმიერი ფორმის ყურძენიერქვას და სახელმწიფო ამას ან ევროკავშირი ფულს გადახვდეს, არა. სუბსიდია მიდის იქ დარგის განვითარებაში, მეცნიერულ კვლევაში, ხელოვნური ინტელექტის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვაში, რომ გაიზარდოს ეფექტურობა და ეფექტიანობა მოსავლიანობის, რომ შემცირდეს რისკები ამ კლიმატის ცვლილებიდან გამომდინარე, უფრო მკაცრად მოხდეს გაკონტროლება აოკების ან ოდისის ანუ დაცული ტერიტორიების თუ როგორც არის ხო ანუ კონტროლირებადი ტერიტორიების რომ რატომ არის ეს რომ იმ ადგილზე მოყვანილი პროდუქტს უფრო მაღალი ფასი აქვს და მოყვანა უფრო თავის სირთულეებთან არის წარმოიდგინე და ნებისმიერს არ შეუძლია ამის გაკეთება თუ თქვენ შესაბამისი განათლება არ მიიღეთ და გამოცდილება აი იგივე რაცაც ახლა იქ სახელმწიფოებრივ დონეზე სუბსიდირებას ოღონდ მეცნიერებაში დარგში ინვესტირებას ახდენს ეს კონკრეტული ქვეყნები უკვე განვითარებული ქვეყნები რომელსაც საშუალება აქვს როგორც ნიშურ ბაზრებზე შევიდნენ ასევე მასიური პროდუქტის აწარმოონ და კონკურენტულები იყონ ჩვენ შემთხვევაში ამას სახელმწიფო პირიქით უფრო დათულ სამსახურს უწევს იმ კონკრეტულ საშუალო და მცირე ძალიან მაღალი მარგიქმედების კოეფიციენტით მომუშავე ფერმერებს, ენტერპრენერებს თუ მეღვინეებს, რომელიც აყენებს არაჯანსაღ მდგომარეობაში, როცა ხდება შავხრაში უაზროდ ძალიან დიდი თანხის ჩასხმა, შემდეგ ამ სტატისტიკაში გადატანა და რაღაცა $2 ბაზარზე კონკურენციასაც ვერ უწევთ. იმიტომ აი ეს დაბალფასიან სეგმენტში ძალიან დიდი კონკურენცია ახალი სამყაროს ღვინოებიდან, რომელსაც უმაღლეს დონეზეა ეფექტურობა და ეფექტიანობა, იმიტომ გამიგეთ ჩილეს ღვინო პერუზი, სამხრეთ აფრიკა, ავსტრალია, ანუ ეს ქვეყნები, თუნდაც ამერიკა, ეს ქვეყნები აწარმოებენ ძალიან მაღალი ხარისხის პროდუქტს, ძალიან ნიშურად და აქვთ ეს დაკავებული ეს ნიშა, თუმცა აფინანსებენ აი ამ მაღალ სეგმენტში შესვლას, რომელსაც თავისი სირთულეები აქვს, იმ მასიური წარმოებით, რომელიც ნუ უშველებელი ფიზიკური ტერიტორიებია. ბატონ ნიკოლოზ, 2 წუთი დაგვჭა და ეს ყველაფერი ისე დროს დავიწყეთ ჩვენ რომ ფაქტობრივად წელს გავხსენით ასპარეზზე, იმიტომ რომ როთბება ხდება აქტუალური ამ სუბსიდიების თემა და ამზადებს მთავრობა შესაბამის სექტორის წარმომადგენლებს. თქვენ როგორ გესახებათ? განვიხილეთ ეს პრაქტიკა, შევაფასეთ ის ქვეყნებიც, სადაც ასე თუ ისე შეგვიძლია ეფექტური უწოდოთ ამ სუბსიდიის პრაქტიკას, როგორ გესახებათ ამ სუბსიდიისგან თავის დაღწევა? უნდა მოხდეს ეს მომენტალურად, უნდა მოხდეს რაღაც ნელ-ნელა ინექციების შემცირებით, იმიტომ რომ არც ის არ გვინდა რომ რაღაცა კონკრეტული სექტორი რაღაცის მოლოდინშია, გასაგებია რომ იმას კარგი ყურძენი აქვს, ცუდი ყურძენი აქვს, ის ელოდება, ის მიჩვეულია ამ мотивაციას, აი როგორ გესახებათ ამ პრაქტიკისგან თავის დაღწევა? რა თქმა უნდა, ეს არ არის რაღაც პოპულარული გადაწყვეტილება და ეს არის ძალიან ესეთი მტკივნეული გადაწყვეტილება, მაგრამ გადაწყვეტილება მისაღები აუცილებლად, თუმცა ეს არ უნდა მოხდეს რაღაც ერთი ხელის მოქნევით და ჩაჭრით. მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ცოტა უფრო კომპლექსური მიდგომა ამ საკითხის მიმართ. ძალიან დიდი ინფორმაცია და გამოცდილება უკვე დაგროვილი ამ დარგში, თუნდაც იგივე როგორც ვახსენე, წარმატებული მცირე და საშუალო მეწარმეების კუთხით. მნიშვნელოვანია რომ ეს რესურსი, რომელიც სახელმწიფოს წინასწარ შეუძლია რომ განსაზღვროს და ახლავე დაიწყოს, მოხდეს ფართო კონსულტაციით ამ დარგის მაღალი მარგიქმედების კოეფიციენტით მოქმედი კომპანიებთან შეთანხმებით, რომ მოხდეს ამ
სუბსიდირების თანხის გრძელვადიან ინვესტიციებში გადატანა, რომელიც ასევე ეფექტური იქნება იმ ფერმერებისთვის, ვინც უშუალო ბენეფიციარი ამ პირდაპირი დაფინანსების. აქედან გამომდინარე, ამაზე საუბარი, რომ უფრო გაღრმავდეს თანამშრომლობები საერთაშორისო ამ ფრანგულ, გერმანულ ღვინის კვლევით ინსტიტუტებთან და ორგანიზაციებთან, რომ მოხდეს უკვე დანერგილი ინოვაციების და დანერგილი მაღალი ეფექტურობის გაზდის ტექნოლოგიების დანერგვის ნაწილში და მოხდეს ამისი პირდაპირიანი ირიბი დანერგვა ამ ნაწილზე. ამ სუბსიდირებული თანხიდან გაცხადებულად მოხდეს ეს ყველაფერი, რომ დარგის განვითარებას მოხმარდეს და რა თქმა უნდა საერთოდ მე მგონი საერთოდ არ გამოიწვევს არც აგრესიას და ეფექტურობას გაიზრდებათ, რომ ეს გამოყოფილი თანხები ან ინფრასტრუქტურულ განვითარებას მიემართოს, ან ღვინის მიმართულებით განათლებას ჩაიდოს. როგორ ფიქრობთ ამას? კი, ზუსტად აუცილებლად მხოლოდ ამ მიმართულებით უნდა წავიდეს და არანაირ აგრესიას არ გამოიწვევს იმ შემთხვევაში, თუ მოხდება ამ ყველაფრის კომპეტენტურად გაკეთება, კარგი კომუნიკაცია, გასაგებად ამ ყველაფრის მიტანა და გასაგები ენით ამის კომუნიკაცია და სოლიდური და რეპუტაციული აქტორების დასაქმება ამ საკითხში. ისე და ისე ამ დარგის წარმატებული მოთამაშეებიდან, კერძო სექტორის მოთამაშეებიდან, ვისაც ძალიან დიდი დამოწილება დაუგროვდა და დამოუკიდებლად ამ ხალხმა ძალიან დიდი რევოლუციური ნაბიჯებიც გადადგეს. გამიჭირდება რომ შემიძლია რამოდენიმე სახეები ჩამოვგო, მაგრამ ძალიან არასერიოზული იქნება ჩემი მხრიდან. ყველამ კარგად იცის, ავიღოთ იგივე რუსეთის გარდა ნიშურ მაღალ კონკურენტულ ბაზრებზე, რომელი კომპანიებიც სტაბილურად უკვე რა წლებია დაიკავეს ეს ნიშა, იქნება ეს ქართული ქვევრის ღვინო, ორგანული ღვინო თუ ბიოდინამიური ღვინოები და აი ამ მაღალ თაროებზე უკვე წლებია კარგად და დამოუკიდებლად მუშაობენ, აი ამ კომპანიებს მივაქცევდი უფრო მეტ ყურადღებას და მათი გამოცდილებით უბრალოდ უფრო მეტ მომენტიზებას მოვახდენდით სახელმწიფოს ხარდაჭერით. ძალიან დიდი მადლობა ძალიან ცენი ანალიზისთვის, როგორც მიკრო ასევე მაკრო დონეზე განვიხილეთ სუბსიდია და შევეხეთ უმეტესად ყურძენს. ძალიან დიდი მადლობა არაჩვეულებრივი ანალიზისთვის ნიკოლოზ ალავიძე, GeoCase-ის ჩეველთა საბჭოს წევრი. დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. ჩვენ რეკლამაზე უნდა გავიდეთ, დაგველოდეთ საინტერესო მეორე ბლოკი.